ევროპარლამენტში გასამართ დებატებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. 17 დეკემბერს ევროპული გაერთიანება მიმდინარე წლის შედეგს შეაჯამებს. როგორც ცნობილია, დებატებზე განსახილველ საკითხთა შორის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც იქნება. საკითხი განიხილება ქვეყნის შიგნითაც. სასაცილოა, როდესაც ევროპელი ბიუროკრატები ჩვენ მიგვიდითებენ აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ზოგადად ევროპულ ღირებულებებზე. მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. თავად ევროკავშირში საუბრობენ იმ დამაზიანებელ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირში, ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, პოლიტიკური პროცესის სტაგნაციაზე. ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როგორც კოსი აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გეზს დაუბრუნდება. შორველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას და ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ ისინი არ არიან სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ რას სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია, განაცხადა მარტა კოსმა. მარტა კოსი საუბრობს იმ თემაზე, რაზედაც არაერთხელ ულაპარაკიათ საგარეო კურსის ხელმძღვანელებს, მელონის, შემდეგ გაია კალას, ბორელს იქამდე, რომ საქართველო უნდა დაყვეს ინსტრუქციას, როდესაც გახდება მონაწილე იმ დაპირისპირებისა, რომელშიც ევროპა აქტიურად არის ჩართული და დღეს უკრაინელების ხელით და სისხლით იქნიან გარკვეულ უსაფრთხოებას. არც მალავენ ამასთან დაკავშირებით თავის დამოკიდებულებას. პოლიტიკო წერს, რომ ევროკავშირისთვის ეს კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელმა ხუთშაბათს დაგეგმილ სამიტზე უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ შედგენილი დამამცირებელი სამშვიდობო შეთანხმებისგან უნდა იხსნას. ასევე უზრუნველყოს 210 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი კიევისთვის. პოლიტიკოს ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმების სერიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ ევროპელი ლიდერები სუსტები არიან ევროკავშირისთვის უახლოესი დღეების სიმტკიცის გამოცდა იქნება. ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში კრიტიკული მომენტია, თუმცა კიევი ბოლო 4 წლის განმავლობაში ახლა ყველაზე ახლოსაა მშვიდობასთან. სტუბის თქმით, დისკუსია მიმდინარეობს 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობაზე. ამასთან ფინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესის პარალელურად ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისთვის უპირველეს საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ბერლინში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დროს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინულ მხარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ დონბასის სრულად დასათმობად, როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანს პრესი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან. კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ჯგუფურ ჩატში გააკეთა. ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, კერძოდ მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და სხვები, განაცხადა ზელენსკიმ.